კვლავ მაყურებელია ეთერში, გისმენთ დასვით კითხვა. დამლოცე მამო, ღმერთმა დადლოცე. კითხვა მაქვს აპოკალიფსის წიგნიდან მაინტერესებს სატანის ნიშანზე რო არის საუბარი 666 ყველა იზულა უბდიდრები ღარიბები ჩამონათვალე რო არის და რას ნიშნავს ეს 666 ბეჭედი იქნება ხილული თუ რა სულიერზე გადის თუ რა არის კონკრეტულად აი როგორ საუბრობთ ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. დღეს ბავშვმაც კი იცის რომ 666 არის ენიგმური სახელი ანტიქრისტესი. მაგალითად იესო ქრისტეს სახელი რომ ციფრებში გადავიტანოთ ეს არის 999. ანტიმ გადააბრუნა და მივიღეთ 666 მარტივად რო გიპასუხოთ. მაგრამ საქმე იმაში კი არ არის ესე ლაზერული გზით მოხდება შუბლზე თუ მარჯვენა ხელზე დაბეჭდა თუ სხვა გზით კიდევ შტრიხ-კოდები თუ სხვა. საქმე იმაშია რომ ვიდრე ეს დაბეჭდა მოხდება ადამიანი თავად განუდგება ჭეშმარიტებას. ეს მოხდება დიდი აპოსტასიის დროს, ანუ ღვთისაგან დიდი განდგომის დროს. რაც შეეხება ბეჭედს, ეს ესე ვთქვათ, გაფორმება იქნება ღვთისაგან ამ გაუცხოებისა და განდგომისა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ იმდენად, რომ ესე იგი რა გზით მოხდება, ვთქვათ, როგორც ღირსი მამები ბოლო დროის ამბობენ, ლაზერული გზით დაიტანება შულზე თუ მარჯვენაზე, არამედ იმაზე, რომ რა კი რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ძალისაებრ ჩვენისა ვიცხოვროთ წმინდად თავშეკავებით, ანუ ეკლესიურად. და ასეც რა თქმა უნდა დაბეჭდა არანაირი გზით არ ემუქრება. როგორც წმინდა მამები ბოლო ჟამისა ამბობენ, ჩვენ წინ დაგვიდებენ ანტიქრისტეს რეჟიმის დროს, რომლის წინა გემოსხილვაც უკვე გვაქვს გლობალიზაციის პროცესებს, ინტეგრაციისას გულისხმობს ერთი მონდიალური სამეფო სახელმწიფოს, ზესახელმწიფოს, სოფლიო სახლის ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელსაც წინ უნდა უძღოდეს ხუთი წმინდა მამის წინასწარმეტყველებით ევროკავშირის შექმნა, რაც შეიქმნა კიდეს და წელიწადის კონტინენტის პირველი სახელმწიფოების რიცხვი, ვინც უნდა შესულიყო ევროკავშირში, ზედმიწევნით ახდა ყველაფერი. და ეხლა აშენებენ ახალ მსოფლიო სახლს, ახალ მსოფლიო წესრიგს. ხდება დედამიწის ხელახლა გადანაწილება. სიტყვამ შეიძლება შორს გაგვტყორცნოს, გაგვიტაცოს. მე შეგვიძლია ვილაპარაკო რა ნიშნებია მესამე მსოფლიო ომის წინ. კონკრეტულად რაში ვლინდება. აი მაგალითად რატომ ხდება გამალებული შეიარაღება შავი ზღვის აუზში, რომლის მეზობლად ჩვენ საქართველები ვართ, საქართველო არის. როგორც ჩრდილოეთის მხრიდან, ისე დასავლეთისა და ასე შემდეგ. მოკლედ თქვენს კითხვას რომ მიუბრუნდეთ, რა გზით მოხდება, მამები ვარაუდობენ, რომ ეს მოხდება ლაზერული გზით დაბეჭდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანი ეს კი არ არის, რა გზით გამოხატავს ესა თუ ის ადამიანი თავის აღსარებლობას ანტიქრისტეს მიმართ. მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ცხოვრობს ეს ადამიანი. აი მაგალითად გრიგოლ ღვთისმეტყველი ევედრება თავის ბრევლს, რომ თავი დაანებეთო დოგმებზე მსჯელობას, ეპისკოპოსებს დაუტოვეთ ამისი უფლება, თქვენ ეცადეთ ძალისებრ თქვენისა წმიდად იცხოვროთ, ამით გადარჩებით. დღეს რაღაც გასაოცარი დაინტერესება არის ბოლო ჟამით, მისი ნიშნებით ანტიქრისტეთი, მაშინ როცა ელემენტარულად წვრილმან სათნოებას ვერ აღვასრულებთ ის წინაშე. მე აი დასტურად მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ეგვიპტელი წმინდა მამის ცხოვრებიდან. ამ მამასთან ბევრი არა თუ ცოტაი არა, ერთ-ერთი ახალგაზრდა ბერი ჩამოვიდა შორეული უდაბნოდან. ეს იყო პიმენი დიდი. და ის დაკვდებული იყო, განდეგილი იყო და არსენი დიდზეწყვებიან მსგავს რასმე და როცა ესე იგი ძალიან ევედრებოდა იქაურ ბერებს რომ პიმენისთან შეეყვანათ, მაგრამ განუმარტავდნენ რომ ის განდეგილია, ნაკლებად იღებს ხალხს, დუმარებაშია, ისიხასტურ ლოცვაშია დასვა, მაგრამ რა კი დაჟინებით ითხოვდა სტუმარი, ბოლოს და ბოლოს შეიყვანეს პიმენთან. და აი როდესაც პიმენთან დაჯდა, პიმენი მდუმარეთ იჯდა. და ამ ბერმა ახალგაზრდამ დაიწყო ლაპარაკი, როგორია სასუფეველი, ქერაბინს რამდენი ფრთა აქვს, სერაბინს და ასე შემდეგ. პიმენის სიტყვა არ დაუძრავს. საკმაოდ დიდხანს ილაპარაკა ქართულად ამას ქვია იქაქანა ამ ბერმა და ბოლოს გაწმილებული, განაწყენებული გამოვიდა. სენაკის კართან პიმენის მორჩილი დახვდა და სახი აჭარხლური რომ დაინახა, დაეკითხა, რა მოხდა მამაო ასეთი, ესე იგი ამ ხელაგზა გავაკეთე, ამდენი ფათერაკები გადავიტანე გზაში, შიმშილ წყურვილიც კი და პიმენმა, რომელსაც ასი აქებენ, ერთი სიტყვის ღირსად არ ჩამთვალაო. განაწყენებული მორჩილი შევიდა პიმენის სენაკში და უსაყვედურად თავის მოძღვარს. პიმენმა მშვიდად უპასუხა აღელვების გარეშე. აბა რა უნდა უთხრა